იერუსალიმში გაზაფხული იყო სეზონი, როდესაც მეფეები საომრად მიდიოდნენ, მაგრამ იმ წელს ისრაელის უდიდესი მეომარი სასახლეში დარჩა. ერთი საღამო, ერთი ტერასა. ქალი, რომელიც ბანაობს დღის მიწურულის ოქროსფერ შუქზე. და სულ რამდენიმე წუთში კაცი ღვთისგულისხმიერი დაიწყებდა დაცემას, რომელიც შებრალავდა მის საგვარეულოს თაობების განმავლობაში. რაც იმ ღამეს მოხდა, არ იყო მხოლოდ მრუშობა, ეს იყო დასაწყისი სპირალისა, რომელიც მოიცავდა სიცრუეს, манипуляციას, სამხედრო ღალატს და წინასწარგანზრახულ მკვლელობას. ყველაფერი დაიწყო მზერით, რომელიც ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა. სანამ ვიდეოს გააგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და ასევე დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს წარსაძღოლად. დააწკაპუნეთ აღწერაში მოცემულ ბმულზე და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. დაფიქრდით იმ კაცზე, რომელიც იმ საღამოს იქ იდგა. დავითი დაახლოებით 50 წლის იყო. მის ხელებს მოკლული ჰყავდა ფილისტიმელი გოლიათი, როდესაც ის მხოლოდ მოზარდი იყო. მისი ფეხები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაურბოდა საულს, იმალებოდა გამოქვაბულებში, უდაბნოებში და ისრაელის მტრებს შორისაც კი. მის ხმას შექმნილი ჰქონდა ფსალმუნები, რომლებიც 3000 წლის განმავლობაში იმღერებოდა. მისი გული თავად ღმერთის მიერ იყო აღწერილი, როგორც ღვთაებრივთან შესაბამისი. ეს იყო კაცი ტერასაზე. მაგრამ რაღაც შეიცვალა. ბიბლიური ტექსტი მეორე მეფეთა მე-11 თავში იწყება ინფორმაციით, რომელიც შემთხვევითი ჩანს, მაგრამ ზვავისებურ სიმძიმეს ატარებს. ეს იყო დრო, როდესაც მეფეები საომრად გადიოდნენ. გაზაფხული ძველ ახლო აღმოსავლეთში აღნიშნავდა წვიმების დასასრულს და სამხედრო კამპანიების სეზონის დაწყებას. არმიები იყენებდნენ მშრალ თვეებს მარშისთვის, ქალაქების ალყისთვის და ტერიტორიების გასაფართოებლად. ყოველი თავმოყვარე მეფე პირადად უძღვებოდა თავის ჯარებს. დავითმა გაგზავნა იოაბი. სამხედრო ლიდერობის 10 წლეულების განმავლობაში პირველად მეომარი მეფე უკან დარჩა. ტექსტი არ განმარტავს რატომ. შესაძლოა ბრძოლების განდაღლილობის გამო. შესაძლოა თავისი გენერლისადმი გადაჭარბებული ნდობის გამო. შესაძლოა იმ განცდის გამო, რომ მან უკვე დაამტკიცა ყველაფერი, რაც დასამტკიცებელი იყო. ფაქტია, რომ კაცმა, რომელიც არასოდეს იხევდა უკან ბრძოლისგან, აირჩია სასახლის კომფორტი, სანამ მისი ჯარისკაცები სისხლს ხურიდნენ ამონიტელების წინააღმდეგ 60-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით, ქალაქ რაბაში. აშკარად მცირე არჩევანის შედეგები. იერუსალიმში საღამო წელიწადის იმ დროს დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. მზე ნელა ეშვებოდა იუდეის ბორცვების მიღმა და ქალაქს ნარინჯისფერ ტონებში ღებავდა. ეს იყო დღის ყველაზე სასიამოვნო მომენტი წინა საათების ინტენსიური სიცხის შემდეგ. დავითი წამოდგა თავისი სარეცლიდან, ტექსტი მიგვანიშნებს, რომ მას შუადღისას ეძინა და სასახლის ტერასისკენ გაემართა. სამეფო სასახლე ქალაქის ყველაზე მაღალ ნაწილში მდებარეობდა. ეს ნიშნავდა, რომ დავითს შეეძლო დაბლა დაეხედა და დაინახა გარშემო არსებული სახლების ტერასები. ანტიკურ სამყაროში ტერასები საცხოვრებლების გაგრძელებას წარმოადგენდა. ხალხი იქ ჭამდა, იქ ეძინა ცხელღამეებში და იქ ასევე ატარებდნენ რიტუალურ განბანვას. კონფიდენციალურობა ფარდობითი იყო. რაც დაბლა იყო, ხილული იყო მათთვის, ვინც მაღლა იმყოფებოდა. და მაშინ დავითმა დაინახა ქალი, რომელიც ბანაობდა. ებრაული ტექსტი იყენებს გამოთქმას, რომელიც მიუთითებს, რომ ის ატარებდა თავის რიტუალურ განწმენდას მენსტრუალური პერიოდის შემდეგ, დეტალი, რომელსაც მთარგმნელები ხშირად ტოვებენ, მაგრამ რომელიც გადამწყვეტია იმის გასაგებად, რაც შემდეგ ხდება. ის უბრალოდ პატიმოყვარეობის გამო არ ბანაობდა. ის ასრულებდა მოსეს რჯულს. ის აკეთებდა ზუსტად იმას, რაც ერთგულ ისრაელიან ქალს უნდა გაეკეთებინა. მისი სახელი იყო ბათშება. დააკვირდით, რა ხდება შემდეგ. მეორე მეფეთა ტექსტი ქირურგიულად ზუსტია სიტყვების სიმცირეში. დავითმა დაინახა. დავითმა გაგზავნა საკითხავად, თუ ვინ იყო ის. დავითმა გაგზავნა მის მოსაყვანად. დავითი დაცვა მასთან. 4 სწრაფი მოძრაობით ბიბლიური მთხრობელი აღწერს მეფის დაცემას. აქ არ არის რომანტიზმი. არ არის დახვეწილი ცდუნება. არ არის სიყვარულის ახსნა. არის მხოლოდ ძალაუფლება, რომელიც გამოყენებულია შეუკავებლად. მსახურების პასუხი, როდესაც დავითმა ქალის შესახებ იკითხა, შემაკავებელ კედლად უნდა ემოქმედა. მათ უთხრეს, რომ ის იყო ბათშება, ელიამის ასული, ხეთელი ურიას ცოლი. ამ იდენტიფიკაციის თითოეული ნაწილი გაფრთხილებას ატარებდა. ელიამის ასული.
ეს იყო დავითის 37 ვაჟკაცთაგან ერთ-ერთი ელიტარული მეომრები, რომლებიც ნახსენებია მეორე მეფეთა ბოლოს. ელიამი სავარაუდოდ იყო აქითოფელის ვაჟი, სამეფოს ყველაზე ბრწყინვალე მრჩევლის იმავესი, რომელიც მოგვიანებით შეუერთდებოდა აბესალომის ამბოხს. აქითოფელის შვილიშვილთან შეხება ნიშნავდა სამეფო კარის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაცთან შეხებას. ხეთელი ურიას ცოლი. ურია ასევე ჩნდება 37 ვაჟკაცთა სიაში. ის იყო ელიტარული ჯარისკაცი, ერთ-ერთი საუკეთესო მეომარი, რომელიც დავითს ჰყავდა. და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მეფე ტერასის სიმაღლიდან მის ცოლს უყურებდა, ურია სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა რაბას სანგრებში, თავისი ბატონის სამეფოს გაფართოებისთვის მებრძოლი. ხეთელი. ეს სიტყვა მიუთითებდა, რომ ურია იყო უცხოელი, რომელიც მოექცა ისრაელის ღმერთისკენ და ინტეგრირდა ხალხში. მისი ერთგულება კიდევ უფრო აღსანიშნავი იყო, რადგან ის იყო არჩეული და არა მემკვიდრეობით მიღებული. ის არ დაბადებულა ისრაელიანად, ის გახდა ასეთი რწმენის გამო. დავითმა ეს ყველაფერი იცოდა და მაინც გაგზავნა მის მოსაყვანად. ტექსტი არ გვეუბნება, ბათშება ნებაყოფლობით წავიდა თუ იძულებით. არ გვეუბნება, გაუწია მან წინააღმდეგობა თუ დათანხმდა. რაც გვეუბნება არის ის, რომ არსებობდა ძალაუფლების უფსკრული თავის სასახლეში მყოფ მეფესა და ჩვეულებრივ ქალს შორის, რომელიც სამეფო მაცნეებმა გამოიძახეს. ანტიკურ სამყაროში მეფის ბრძანებაზე უარის თქმა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში კამათობენ ბათშებას პასუხისმგებლობის ხარისხზე, მაგრამ ბიბლიური ტექსტი ინიციატივის მთელ სიმძიმეს დავითს აკისრებს. მან დაინახა. მან იკითხა. მან გაგზავნა მოსაყვანად. მან აიღო. ის იმავე ღამეს დაბრუნდა სახლში. კვირები გავიდა. რაბას ალყა გრძელდებოდა. იოაბი რეგულარულ ანგარიშებს აგზავნიდა კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. სასახლეში ცხოვრება აგრძელებდა თავის რუტინას, აუდიენციებს, სასამართლოებს და სამეფოს მართვას. და შემდეგ მოვიდა შეტყობინება, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. ბათშებამ დავითს მხოლოდ სამი სიტყვა გაუგზავნა ებრაულად: ფეხმძიმედ ვარ. წარმოიდგინეთ პრობლემის მასშტაბი. ძველ ისრაელში მრუშობა ისჯებოდა სიკვდილით, ჩაქოლვით, როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის. მოსეს რჯული ამის შესახებ მკაფიო იყო ლევიანთა მე-20 თავში და მეორე რჯულის 22 თავში. დავითმა მეფემ, რომელიც რჯულის მცველი უნდა ყოფილიყო, დაარღვია ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მცნება. და ახლა ბათშებას მუცელში ფიზიკური მტკიცებულება იზრდებოდა. თუ ფეხმძიმობა საჯარო გახდებოდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. ურია გაიგებდა ღალატის შესახებ. სამეფო კარმა იცოდა, რომ მეფე მრუში იყო. წინასწარმეტყველებს ექნებოდათ საბაბი მისი მხილებისთვის. მეზობელი ერები დასცინოდნენ ისრაელის ცხებულს. მისი მეფობის მორალური საფუძველი საფრთხის ქვეშ დადგებოდა. დავითს გეგმა სჭირდებოდა. და აქ იწყება დაღმავალი სპირალი. დააკვირდით, როგორ მიჰყავს ცოდვის დაფარვის თითოეულ მცდელობას კიდევ უფრო დიდ ცოდვამდე. ეს თითქმის სულიერი კანონია, რომელიც რეალურ დროში ვლინდება. პირველი გეგმა ელეგანტური იყო თავისი სიმარტივით. დავითმა შეტყობინება გაუგზავნა იოაბს, სთხოვა ურიას იერუსალიმში დაბრუნება. ოფიციალური გამართლება იქნებოდა ანგარიში ომის მიმდინარეობის შესახებ. სინამდვილეში დავითს უნდოდა, რომ ურია წასულიყო სახლში, დაწოლილიყო თავის ცოლთან და ამგვარად ფეხმძიმობა კანონიერ ქმარს მიწეროდა. ურია იერუსალიმში გზის მტვრით დაფარული ჩავიდა. 70 კილომეტრიანი მოგზაურობა რაბადან. დავითმა ის სასახლეში მიიღო და დაუსვა კითხვები იოაბის შესახებ, ჯარისკაცების შესახებ, ალყის პროგრესის შესახებ. ისინი საუბრობდნენ, როგორც სარდალი და ხელქვეითი. და შემდეგ დავითმა გაუშვა ურია და უთხრა, რომ სახლში წასულიყო დასასვენებლად. მეფემ მას საკვების საჩუქარიც კი გააყოლა, დიდ სულოვნების ჟესტი, რომელიც გათვლილ მანიპულაციას მალავდა. ურია არ წავიდა სახლში. მას სასახლის კართან ეძინა, მეფის მსახურებთან ერთად. როდესაც დავითმა ეს მეორე დილით გაიგო, მოუხმო ურიას და ჰკითხა, რატომ არ წავიდა თავისი ცოლის სანახავად ამდენი ხნის განშორების შემდეგ. ურიას პასუხმა მეფეს מחვილივით გაუარა. ურიამ თქვა, რომ ღვთისმკიდობანი კარავში იყო. რომ ისრაელი და იუდა ღია ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. რომ იოაბი და მეფის ჯარისკაცები ალყის მაგარ მიწაზე ეძინათ. და შემდეგ დასვა კითხვა, რომელიც დავითის ყურებში უნდა დამწვარიყო, როგორ შეეძლო მას შესულიყო თავის სახლში ეჭამა, დაელია და დაწოლილიყო თავის ცოლთან, სანამ მისი თანამებრძოლები იტანჯებოდნენ. ირონია გამანადგურებელია.
უცხოელი ჯარისკაცი ავლენდა უფრო მეტ მთლიანობას, მეტ ერთგულებას, მეტ შიშს ღვთისადმი, ვიდრე ისრაელში დაბადებული და წინასწარმეტყველს სამუელის მიერ ცხებული მეფე. ურია უარს ამბობდა კანონიერ ცოლქმრულ სიამოვნებაზე თავისი თანამებრძოლებისადმი სოლიდარობის გამო. დავითმა კი სხვისი ცოლისგან უკანონო სიამოვნება მიიღო წმინდა ახირების გამო. მაგრამ მეფე არ დანებდა. მეორე გეგმა ალკოჰოლს მოიცავდა. დავითმა ურია მიიწვია მასთან ერთად საჭმელად და დასალევად. ტექსტი ამბობს, რომ დავითმა ის დაათრო. იდეა იყო ის, რომ ღვინით შესუსტებული თავდაცვის პირობებში ურია საბოლოოდ დანებდებოდა და წავიდოდა სახლში, თავისი ცოლის მკლავებში. ბუნებრივი სურვილი გაიმარჯვებდა მორალურ პრინციპებზე. არ იმუშავა. ფრალმაც კი ურიამ კვლავ სასახლის მსახურებთან ერთად დაიძინა. მისი სამხედრო დისციპლინა და ღირსების გრძნობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი რაოდენობის ღვინო. კაცი, რომლის მანიპულირებასაც დავითი ცდილობდა, უხრწნელი იყო. და მაშინ დავითმა გადაკვეთა ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. მეორე დილით მეფემ წერილი მისწერა იოაბს. შინაარსი სასიკვდილო განაჩენი იყო. დავითი უბრძანებდა იოაბს, რომ ურია ყველაზე მძიმე ბრძოლის წინა ხაზზე დაეყენებინა და შემდეგ უკან დაეხიათ, რათა ის მარტო დაეტოვებინათ მტრების მიერ მოსაკლავად. დაფიქრდით ამ გეგმის სისაძაგლეზე. დავითი ისრაელის არმიას მკვლელობის იარაღად იყენებდა. ის უბრძანებდა საკუთარ ჯარისკაცებს, მიეტოვებინათ თანამებრძოლი. ის იოაბს მკვლელობის თანამონაწილედ აქცევდა. და ყველაზე ბოროტული, მან წერილი თავად ურიას ხელით გააგზავნა დაბეჭდილი. კაცმა თავისი სასიკვდილო განაჩენი ისე ატარა, რომ არ იცოდა. იოაბი დაემორჩილა. რაბას ალყა მოიცავდა მაღალ კედლებს და მტკიცე დამცველებს. იოაბმა იცოდა გალავნის ყველაზე საშიში წერტილები, ადგილები, სადაც ამონიტელ მშვილდოსნებს როლის საუკეთესო კუთხე ჰქონდათ. მან ურია ზუსტად იქ დააყენა, სადაც სიკვდილი თითქმის გარანტირებული იყო. თავდასხმა მოხდა. ზოგიერთი ისრაელიანი ჯარისკაცი დაიღუპა. ტექსტი ამას თითქმის გაკვრით ახსენებს, დავითის გეგმის თანამდევ მსხვერპლად. და დაღუპულთა შორის იყო ხეთელი ურია. ერთგული მეომარი, რომელსაც ღირსების გამო სასახლის კართან ეძინა. თავდადებული ქმარი, რომელსაც არ სურდა ცოლთან ყოფნა, სანამ მისი თანამებრძოლები იტანჯებოდნენ. უცხოელი, რომელმაც ისრაელი უფრო დიდი ენთუზიაზმით მიიღო, ვიდრე ბევრმა იქ დაბადებულმა. მოკლული საკუთარი მეფის ბრძანებით. იოაბმა მაცნე გაგზავნა იერუსალიმში ბრძოლის ანგარიშით. მან დაავალა მაცნეს, დაჰკვირვებოდა დავითის რეაქციას, როდესაც გაიგებდა დანაკარგების შესახებ. თუ მეფე განრისხდებოდა გალავანთან გაუფრთხილებელი მიახლოების გამო, მაცნეს უნდა ეხსენებინა, რომ ურიაც დაიღუპა. იოაბი იცნობდა თავის ბატონს. იცოდა, რომ ეს ინფორმაცია ნებისმიერ გაღიზიანებას დააწყნარებდა. და ზუსტად ასე მოხდა. როდესაც მაცნემ დაასრულა ანგარიში და ახსენა ურიას სიკვდილი, დავითმა გათვლილი სიცივით უპასუხა. უთხრა მაცნეს, რომ დაემშვიდებინა იოაბი, რომ მახვილი ჭამს ხან ერთს და ხან მეორეს, რომ იოაბს უნდა გაეძლიერებინა შეტევა და დაენგრია ქალაქი. ვეტერანი სარდლის სიტყვები. დანაშაულის არანაირი კანკალი. სინანულის არანაირი ჩრდილი. ცოდვას გაექვავებინა გული იმ კაცისა, რომელიც ღვთის გულისხმიერი იყო. ბათშებამ გაიგო ქმრის სიკვდილის შესახებ და იგლოვა. გლოვის ტრადიციული პერიოდი ძველ ისრაელში 7 დღეს გრძელდებოდა. როგორც კი ეს დრო გავიდა, დავითმა გაგზავნა მის მოსაყვანად და ცოლად შეირთო. ის სასახლეში გადავიდა და შეეძინა ვაჟი. ადამიანური თვალსაზრისით გეგმა მსრულყოფილად იმუშავა. ბრუშობა დაფარული იყო ქორწინებით. ფეხმძიმობას ახლა ჰყავდა ოფიციალური მამა. ურია ვეღარ დასვამდა კითხვებს. იოაბი თანამონაწილე იყო და შესაბამისად გაჩუმებული. მსახურებმა, რომლებმაც ბათშება პირველ ღამეს მოიყვანეს, სავარაუდოდ იცოდნენ რაღაც, მაგრამ ვინ გაბედავდა მეფის წინააღმდეგ წასვლას? თუმცა ბიბლიური ტექსტი ამატებს ფრაზას, რომელიც ქოხილივით ჟღერს. მაგრამ ეს საქმე, რომელიც დავითმა ჩაიდინა, ბოროტება იყო უფლის თვალში, ღმერთს ყველაფერი დაენახა. თვეები გავიდა. ბავშვი დაიბადა. დავითი აგრძელებდა თავისი სამეფოს მართვას, საქმეების განსჯას, საზღვრების გაფართოებას. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ დრომ განკურნა ჭრილობა. რომ სიჩუმე ნიშნავდა გამართლებას. რომ დავიწყება შესაძლებელი იყო. მაშინ წინასწარმეტყველმა ნათანმა აუდიენცია ითხოვა. ნათანი სამეფო კარზე პატივსაცემი ფიგურა იყო.
სწორედ მან გადასცა დავითს ღვთიური დაპირება მარადიული დინასტიის შესახებ, რომელიც ჩაწერილია მეორე მეფეთა მეშვიდე თავში. მას ჰქონდა პირდაპირი წვდომა მეფესთან და აღიარებული სულიერი ავტორიტეტი. მაგრამ იმ დღეს ის დაპირებებით არ მოსულა. ის მოვიდა იგავით. ნათანმა მოუყვა ამბავი ორ კაცს ერთ ქალაქში. ერთი მდიდარი იყო ცხვრისა და ძროხის უზარმაზარი ფარებით, იმდენი ცხოველით, რომ ვერ დაითვლიდი. მეორე ღარიბი იყო, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა კრავი ჰყავდა. ამ კრავს ისე ეპყრობოდა, როგორც ასულს. მისი პურიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის კალთაში ეძინა. ეს იყო ყველაფერი, რაც მას გააჩნდა. მდიდარი კაცის სახლში მგზავრი მივიდა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ფარიდან აიყვანა ცხვარი სადილის მოსამზადებლად, მდიდარმა წაართვა ღარიბს კრავი და სტუმარს მიართვა. დავითის რეაქცია მყისიერი და ძალადობრივი იყო. მისი რისხვა აინთო ისტორიის კაცის მიმართ. დაიფიცა, რომ ის კაცი სიკვდილის ღირსი იყო. დაადგინა, რომ კრავის საფასური ოთხმაგად უნდა გადაეხადა იმის გამო, რომ ეს უწყალოდ ჩაიდინა. მეფეს კვლავ შეეძლო უსამართლობის ამოცნობა. მხოლოდ საკუთარის დანახვა არ შეეძლო. ნათანმა დავითს თვალებში ჩახედა და წარმოთქვა 4 სიტყვა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო. შენ ხარ ის კაცი, სიჩუმე, რომელიც ამას მოჰყვა, ურის წამღები უნდა ყოფილიყო. მაშინ ნათანმა ღვთის სახელით დაიწყო საუბარი. შეახსენა დავითს ყველაფერი, რაც უფალმა გაუკეთა მას. როგორ სცხო ისრაელის მეფედ. როგორ იხსნა საულის ხელიდან. როგორ მისცა თავისი ბატონის სახლი და თავისი ბატონის ცოლები. როგორ მისცა ისრაელი და იუდა. და ეს თუ ცოტა იქნებოდა, ღმერთი კიდევ ბევრს დაუმატებდა. რატომ აბუჩა დაიგდო მაშინ დავითმა უფლის სიტყვა და ჩაიდინა ის, რაც ბოროტება იყო ღვთის თვალში. წინასწარმეტყველი კონკრეტული იყო. დავითმა განგმირა ურია ამონის ძეთა מחვილით. წაართვა ურიას ცოლი, რათა მისი ცოლი გამხდარიყო. მოკლა ურია ისრაელის მტრების იარაღად გამოყენებით. არ არსებობდა უარყოფის გზა. არ არსებობდა რელატივიზაციის გზა. არ არსებობდა გაქცევის გზა. განაჩენი მაშინვე მოჰყვა. მახვილი არ განშორდებოდა დავითის სახლს სამარადისოდ. ბოროტება აღსდგებოდა მის წინააღმდეგ მისივე ოჯახიდან. მისი ცოლები წაყვანილნი იქნებოდნენ მისი თვალწინ და მიეცემოდნენ სხვა კაცს, საჯაროდ მზის შუქზე. რაც დავითმა ფარულად ჩაიდინა, საჯაროდ გადაიხდებოდა. თითოეული ეს წინასწარმეტყველება შესრულდებოდა მომდევნო წლებში. ამნონმა დავითის ძემ ძალა იხმარა თავის ნახევარ და თამარზე. აბესალომმა მეორე ძემ მოკლა ამნონი და შემდეგ ამბოხებას ჩაუდგა სათავე საკუთარი მამის წინააღმდეგ და ეუფლა დავითის ხარჯებს სასახლის ტერასაზე, იმავე ტერასაზე, საიდანაც ყველაფერი დაიწყო მთელი ისრაელის თვალწინ. მახვილს არასოდეს დაუტოვებია ის ოჯახი. დავითის პასუხი ნათანისადმი იყო მაქსიმალურად მოკლე, შევწოდე უფლის წინაშე, 3 სიტყვა ებრაულად. არანაირი გამართლება. არანაირი მიზეზი. არანაირი მცდელობა დანაშაულის შემცირების ან სხვებზე გადატანის. მხოლოდ წმინდა აღსარება. ნათანმა უპასუხა, რომ უფალმა მიუტევა მისი ცოდვა, დავითი არ მოკვდებოდა. მაგრამ ბავშვი, რომელიც იმ კავშირისგან დაიბადა, მოკვდებოდა. მიტევების ფასი კვლავ მოიცავდა შედეგებს. ბავშვი დაავადდა. დავითი მარხულობდა, ლოცულობდა, მიწაზე იწვა 7 დღის განმავლობაში. მისი სახლის უხუცესები ცდილობდნენ მის წამოყენებას, მაგრამ ის უარს ამბობდა საჭმელსა და ნუგეშზე. ის იბრძოდა თავისი შვილის სიცოცხლისთვის ღვთის წინაშე. მე-7 დღეს ბავშვი მოკვდა. მსახურებს ეშინოდათ დავითისთვის თქმა, უფრთხოდნენ მის რეაქციას. მაგრამ როდესაც მან შენიშნა ჩურჩული და მიხვდა, რაც მოხდა, მოულოდნელი რამ გააკეთა. წამოდგა მიწიდან დაიბანა, იცხონელ საცხებელი, გამოიცვალა ტანსაცმელი, შევიდა უფლის სახლში და თაყვანისცა. შემდეგ დაბრუნდა სახლში და ჭამა. მისი მსახურები გაოგნებულნი დარჩნენ. სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, დავითი მარხულობდა და ტიროდა. ახლა როცა ის მოკვდა, ის წამოდგა და ჭამა. დავითის პასუხმა გამოავლინა ღვთიური სუვერენიტეტის მომწიფებული გაგება. სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, არსებობდა იმედი, რომ ღმერთი შეიწყალებდა. ახლა როცა ის მოკვდა, მარხვა მას უკან ვერ დააბრუნებდა. დავითი მასთან წავიდოდა ერთ დღეს, ის კი მასთან აღარ დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ დავითმა ანუგეშა ბათშება. მან კვლავ ჩაისახა და შვა მეორე ვაჟი. სახელი დაარქვეს სოლომონი.
ტექსტი ამატებს, რომ უფალმა შეიყვარა ის ბავშვი და გაგზავნა წინასწარმეტყველი ნათანი, რათა მისთვის სხვა სახელი დაერქმია, იედიდია, რაც ნიშნავს უფლის საყვარელს. დავითის ცოდვის ნანგრევებიდან დაიბადებოდა ყველაზე ბრძენი მეფე, რომელსაც ისრაელი გაიცნობდა. კავშირიდან, რომელიც დაიწყო მრუშობითა და მკვლელობით, მოვიდოდა ტაძრის მშენებელი. და სოლომონის საგვარეულოდან, 1000 წლის შემდეგ, დაიბადებოდა იესო ბეთლემში. ღმერთი სწორად წერს მრუდე ხაზებით. 51 ფსალმუნი, რომელსაც ტრადიცია დავითს მიაწერს ნათანთან დაპირისპირების შემდეგ, ავლენს შემოსვლილი გულის შინაგან სამყაროს. შემიწყალე მე, ღმერთო, შენი დიდი წყალობით, შენს წინაშე, მხოლოდ შენს წინაშე შევწოდე, სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, მსხვერპლი ღვთისა შემოსვლილი სულია, შემოსვლილ და მოდრეკილ გულს შენ არ მოიძულებ, ღმერთო, ამ სიტყვებში არ არის თავდაცვა. არ არის შემამსუბუქებელი გარემოებები. არის მხოლოდ კაცი თავისი შემოქმედის წინაშე, პრეტენზიებისგან შიშველი, საკუთარი ქმედებების სიმძიმით გაჭყლეტილი, განწმენდას ევედრება, რომელიც მხოლოდ გარედან შეიძლებოდა მოსულიყო. ეს არის დავითის პარადოქსი. იგივე კაცი, რომელიც ასე სანახაობრივად დაეცა, ასევე შესაბამისი სიღრმით მოინანია. იგივე მეფე, რომელმაც მკვლელობა და გეგმა, ასევე დაწერა სიტყვები, რომლებიც 3000 წლეულის განმავლობაში ანუგეშებს ცოდვილებს. იგივე მეომარი, რომელმაც სხვისი ცოლი წაართვა, ასევე შექმნა აღსარების მოდელი, რომელსაც ეკლესია დღემდე იყენებს. ღმერთმა არ აირჩია დავითი იმიტომ, რომ ის სრულყოფილი იყო. აირჩია იმიტომ, რომ მარცხის სიღრმეშიც კი დავითმა იცოდა დაბრუნება. მისი გული ღვთისკენ ორიენტირებული რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც მისი ქმედებები ღალატობდნენ მას. ის არ ამართლებდა თავის ცოდვას, ის აღიარებდა მას. არ ადანაშაულებდა სხვებს, პასუხისმგებლობას იღებდა. არ გარბოდა ღვთისგან, მისკენ გარბოდა. დაფიქრდით, რა რჩება ამ ისტორიიდან. ბათშება, ქალი, რომელიც ტერასადან წაიყვანეს, გახდა დედოფალი და ტახტის მემკვიდრის დედა. მისი გავლენა სოლომონის კარზე მნიშვნელოვანი იქნებოდა, სწორედ მან უზრუნველყო თავისი შვილის გამეფება, როდესაც ადონიამ ტახტის მიტაცებას სცადა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლიდან ის ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალად იქცა. ურია, მოკლული ერთგული ჯარისკაცი, არ არის დავიწყებული წმინდა წერილში. როდესაც მახარებელი მათე იესოს გენეალოგიას ადგენს თავისი სახარების პირველ თავში, ის არ ამბობს, რომ სოლომონი დაიბადა დავითისა და ბათშებასგან. ის ამბობს, რომ სოლომონი დაიბადა დავითისა და მისგან, ვინც ურიას ცოლი იყო. 1000 წლის შემდეგ ხეთელის სახელი კვლავ ჟღერს, როგორც განცდილი უსამართლობის ჩუმი მოწმე. დავითი, დაცემული მეფე, რჩება როგორც გაფრთხილება და როგორც იმედი. გაფრთხილება იმიტომ, რომ აჩვენებს, რომ არანაირი ცხება, არანაირი სულიერი გამოცდილება, არანაირი გამარჯვებების ისტორია არ იძლევა იმუნიტეტს ცოდვის წინააღმდეგ. იმედი იმიტომ, რომ ამტკიცებს, რომ არ არსებობს ისეთი ღრმა დაცემა, რომელსაც გულწრფელი სინანულით ღვთის წყალობა ვერ მიცვდება. იერუსალიმში ტერასა აღარ არსებობს. კედარის სასახლე დიდი ხნის წინ ჩამოიქცა. რაბას კედლები მრავალჯერ აშენდა და დაინგრა საუკუნეების განმავლობაში. ქალაქი დღეს ამანია, იორდანიის დედაქალაქი. ამ ისტორიის მთავარი გმირები 3000 წელია მტვრად იქცნენ. მაგრამ დინამიკა, რომელიც მათ იცხოვრეს, მეორდება ყოველ თაობაში. ძალაუფლების მქონე კაცები უყურებენ იმას, რაც არ უნდა დაინახონ. იყენებენ თავიანთ ავტორიტეტს იმის მისატაცებლად, რაც მათ არ ეკუთვნით. ადგენენ სულ უფრო რთულ გეგმებს თავიანთი დანაშაულების დასაფარად. რთავენ უდანაშაულოებს თავიანთ შეთქმულებებში. აჩუმებენ მოწმეებს. და საბოლოოდ, როდესაც სიმართლე ნათელი ხდება, დგებიან არჩევანის წინაშე, რომელმაც დავითი განსაზღვრა. გამართლება თუ აღიარება. ბათშებასა და დავითის ისტორია არ არის ძირითადად ქალის ცდუნებაზე ან მამაკაცის სისუსტეზე. ეს არის იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ვინმე, ვინც ღრმად იცნობს ღმერთს, შეგნებულად ირჩევს ამ ცოდნის იგნორირებას. ეს არის ილუზიაზე, რომ ძალაუფლება ათავისუფლებს ანგარიშვალდებულებისგან. ეს არის სულიერ მათემატიკაზე, რომელიც აჩვენებს, როგორ შობს დაფარული ცოდვა ყოველთვის უფრო დიდ ცოდვებს. და ეს არის მადლზე. რადგან ამ ყველაფრის შუაგულში, მრუშობის, მანიპულაციის, მკვლელობის, თვალთმაქცობის ღმერთმა არ მიატოვა დავითი. გაუგზავნა წინასწარმეტყველი მის სამხილებლად. შესთავაზა მიტევება, როდესაც იყო სინანული. დაუშვა, რომ ამ კავშირისგან დაბადებულიყო მეფე, რომელიც ააშენებდა მის ტაძარს. და ჩართო როგორც დავითი, ისე ბათშება მესიის საგვარეულოში. ეს არ ამცირებს ცოდვას. შედეგები რეალური და ხანგრძლივი იყო. ბავშვი მოკვდა.
ოჯახი ძალადობამ დაგლიჯა. სამეფო ამბოხების წინაშე დადგა. დავითმა ეს ნაციბურები სიცოცხლის ბოლომდე ატარა. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ღმერთს შეუძლია დაიხსნას ისიც კი, რაც გამოუსწორებლად დაკარგული ჩანს. რომ მას შეუძლია დაგსოვოს მარადიული მიზანი საშინელი არჩევანით დასვლილი ძაფებისგანაც კი. რომ გულწრფელი სინანული პოულობს მამას, რომელიც მზად არის უკან მისაღებად. როდესაც იესო დაიბადა ბეთლემში, მის ძარღვებში დავითის სისხლი ჩქეფდა. და ასევე ბათშებას სისხლი. და გარკვეული გაგებით ურიას ხსოვნაც იმ ბაგაში იყო, არა იმიტომ, რომ ის ბიოლოგიური წინაპარი იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი ისტორია იყო იმ ისტორიის ნაწილი, რომელმაც იქამდე მიიყვანა ყველაფერი. ღმერთი, რომელიც განკაცდა, არ მოსულა უმციკლო საგვარეულოდან. მოვიდა საგვარეულოდან, რომელიც მონიშნული იყო მრუშობით, მკვლელობით, მოტყუებით და ყოველგვარი ადამიანური მარცხით. შეგნებულად. რადგან ის მოვიდა ცოდვილებისთვის და არა მართლებისთვის. დაცემულებისთვის და არა მათთვის, ვინც არასოდეს წაბორძიკებულა. მსოფლიოს დავითებისთვის და ბათშებებისთვის და ურიებისთვისაც. იმ ტერასაზე იერუსალიმში გაზაფხულის ერთ საღამოს 3000 წლის წინ მეფემ დაბლა დაიხედა და დაინახა ქალი. არჩევანმა, რომელიც მან მომდევნო წამებში გააკეთა, გაეგრძელებინა ყურება თუ თვალი აერიდებინა, განსაზღვრა მისი ცხოვრების, მისი ოჯახის და მისი სამეფოს კურსი. თითოეული ადამიანი, ყოველ თაობაში, თავისივე ტერასების წინაშე დგება. რას აკეთებთ თქვენს ტერასაზე, განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხდებით. იმისთვის, რომ დაგვეხმაროთ ამ დოკუმენტური ფილმებისა და ბიბლიური ისტორიების წარმოების გაგრძელებაში, განიხილეთ ჩვენი ელექტრონული წიგნის შეძენა 50-ზე მეტი ლოცვით. ეს არის საშუალება აკურთხოთ ეს პროექტი და ამავდროულად გქონდეთ